გამოიცნეს რუსებმა, რომ დასავლეთს უნდა რუსეთი ტერიტორია. დავშალოთ და გავინაწილოთ. რაც გაუკეთეს იუგოსლავიას. რა გააბედნიერეს ხალხი? სხვას დაშლიან, თვითონ ერთიანდებიან. აბა ვინმე გაბედოს მექსიკის საზღვრები და დაიწყოს დაბრუნება მექსიკელებმა. Ragămândament Ruseți mi-a შედალოცვილად. რა რუსის ბედი გაინტერესებს, რუსეთის ქართველების ბედი გაინტერესებს. ქართველები ამერიკელებმა ნამდვილად გააუპეტურე ახლა რა. ტვინი გადაუბრუნეს ქართველებს, ესენი წამოეგრენ და რაც გვჭირს ჩვენი უბედურება, ჩვენი ცნობიერების გამო გვჭირს უბედურება. აი ვიწამეთ მამობა დასავლეთისა და ჩაგვხადა შარვალი. აი ეგ არის ჩვენი უბედურება, სხვა კი არაფერი. მოგვიარეს? არის აგეს რასიძვირეები არის. ნახე რა კაპიტალიზმი შევიჭირა საქართველოში. შეიძლება გაღლეტილ ქვეყანაში წამლები ასეთი ფასი დაადო და სამედიცინო მომსახურება 100%-ით გახადო ფასიანი? შევარცხვინე მე ეგეთი ქვეყანა. გაღლეტილია ქვეყანა რა დროს ეგ არის? რა მდიდარია ხალხი? გადაპანწალებულია ყველა სამათხოვროდ გარეთ. და ეს კაცი ლაპარაკობს დემოკრატია საქართველოში არ გამაგიჟოთ რა კაცო რა. გაახსენი მაინც საზღვარი დემოკრატია. უკრაინამაც არ შეგვიშვა ხო ხედავ რა თქვა იმან. გამოყარეს ეგ რა არის ეგ? როდის იყო დემოკრატიული ქვეყანა ხალხს ყარიდნენ? რომელი კანადის ის გამოყარეს პუტინს არ გამოუყრია არავინ, არც ამერიკელი და არც კანადელი. დემოკრატიული საქართველოსდან ხალხი გაყარეს იმიდან, რას ლაპარაკობთ კაცო? ესეც კიდე დადასტურება იმისა, რომ არადემოკრატიულია საქართველო და ამას არ იღებენ. არ მიიღეს არადემოკრატიული ქვეყანა უკრაინელებმა არ მიიღეს ეგრეთ წოდებული ყბადაღი თვითმარქვია დემოკრატები. ქართველები არიან თვითმარქვია დემოკრატები. ნაყოფით იცანით ხეოდა აი ბატონმა. რა თემია რიტორიკა გაუთავებელი და დორმლები და დემოკრატიაში ვარ და დემოკრატიაში და ჩვენთან დემოკრატია ისავაშენეთ, ესავაშენეთ. შენ თუ აშენე ყველა აშენებს. არა აშენებ ტყავი გაგზურება. უნდა აშენო, აი ეს რა სალაპარაკოა ახლა. სახლის ამშენებელი რო დაიწყოს ყოველ წელს მე სახლი ავაშენე, გადავხურე, კედლები. რა ამაზე ლაპარაკი შეიძლება? ქუჩები დავაგე და შუქი არის და აი ეს ამაზე სირცხული ამაზე ხმარა მოიღო ამაზე. ეს სალაპარაკო არ არის. სალაპარაკო ის არის ადამიანს რატომ არ შეუძლია ელემენტარული სამედიცინო მომსახურება. რატომ არის ადამიანი ამდენი უმუშევარი? რატომ არის ვინც მუშაობს 100 ლარი ვერ გაინაწილა? ხო, როგორ არის რომ 100 ლარიან ხელფასი ადამიანს 8 საათი ამუშავებ? 100 ლარს მიცემ 200 ლარს და არა თუ ოჯახის შენახვაზე ქირასაც ვერ იხდის. ეს პრობლემები არ არის საქართველოში. 400 ლარად კაცი გამწარებული მუშაობს, რომ ფასიანია სასწავლებელი. იმან შვილიც უნდა ამეცადინოს, უნდა გადაიხადოს სულ მცირე წელიწადში 1000, 2000 ლარი. რანაირად გაიყოს ახლა ოჯახის ორმა წევრმა, ცოლმა და ქმარმა, მუშაობს ცოლი და ქმარი, ყოველ დღე იზრდის როგორც იქნა ცლივს იშოვეს სამსახური და მივეცით 300-400 ლარიანი სამსახური. თუმცა ბევრს არ აქვს ეგა. დავუნიშნოთ რა 400-400 ლარი. ეხლა კაცო, ერთი შვილიც რო ყავდეს ასეთ ადამიანს, იცხოვრებს ამ 800 ლარად, გადასახადები, სასწავლებელი და სტუმარ მოყვარის გასტუმრება და მე წელიწადში ერთხელ არ უნდა დაისვენო. აბა მონათმობელობაში ვართ? წელიწადში ერთხელ სადმე გავიგდები, გავხედო ქვეყანასაც, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე მიმოგზავრო. ეყოფ ადამიანს ეგა. ლაპარაკი აღარ არის კომფორტზე. ვერც მანქანას შეიძენ და ვერც ვერაფერს ავეჭს, ხო? ვერც სახლს რემონტს ვერ გავუკეთებ. და ეს კაცი ლაპარაკობს დემოკრატიაო. არ გამაგიჟოთ. დემოკრატია რანაირად არის? ვერავ ცხოვრობ, ვერ ვხარობ და ვერ ვსწავლობ და კბილებს რო ქვეყანაში ადამიანები ვერ ჩაისმევენ. იმის გამო რომ გაძვირდა. წამალს ვერ კე იმის გამო რომ ვერ გაწუდა ჩემი ბიუჯეტი ამას. მარტო ჭამაზე. მე გათბობას რო ვერ ჩავთავ. იმის გამო რომ გადამიჭრი და რამდენი გაყინულა ოჯახში? გაყინული არ არის პალტოებითა და ყურებიანი ქუდით რო დაჯდები ზამთარში. ხოლოდ იმის გამო რომ ბევრი დაიწვება. ნაგავის მიაბი, შუქი წყალს მიაბი, 1000 სისულელები და ეს კაცი სახის დემოკრატია არ გამაგიჟოთ რა კაცო რა. რა თუნდა დემოკრატია სყვირილი. გამოვიდეს რიგითი ადამიანი იტყვის მაგას რა. კარგად ახარ, ესე იგი კაი ქვეყანაში ცხოვრობ. ცუდად ახარ, ცუდი ქვეყანაა. რა თუნდა მაგას ლაპარაკი. ძალიან პრაქტიკულად ხდება საკითხი. პრაქტიკულად. ცუდად ხარ, კარგი ქვეყანა არ არის. და გადახედეთ რამდენი არის ცუდად. აბა გადაყრილები რა. ეს ხალხი თვითონ მოუშვიტინეს ამერიკაში ახლა ეხალისება ვინმეს ლაფატკის დაჭერა ხელში? თუ აი იტალიაში ხალისობს ახლა მოხუცის მოვლა ვინმე ხალხს უხაროდეს. არ გადამრიოთ ახლა. ეს რა ფსიქოლოგია დანერგეს საქართველოში რომ გახარებული გარბის ხალხი მოხუცების მოსავლელად საზღვარგარეთ. ეს რა ფსიქოლოგია? ეს არის დემოკრატია, შენი ხალხი გადაყარე? მერე კიდე იქ რაღაცას დაიშავებენ და აი ბატონო ესეთი ნაგავი მყავს მე აქა და არ შეუშვათ. ეს ახლა ინერციით მოდის რა ეგა. საერთოდ როცა ვინმე გძულს სიძულვილი გონებას აბანელებს და ვერასოდეს ვერ აღიქვამს სწორად. არაა სწორი. ანტირუსული განწყობა ქართველს რო აქვს ეს არ არის კარგი რა. არა ხარ ობიექტური.
არც იმას ვიძახი, ახლა ანგელოზები არის, მაშინ იქ წავიდოდი საცხოვრებლად მე. მაგრამ როცა შედარება, ცა ვადარებ და შენ გაუთავებლად ყვირი ხარ, რომ შენი უკეთესია. აი ეს რიგითი ადამიანმა უნდა თავისი ცხოვრებით ასახოს, რომ შენ კარგ ქვეყანაში ცხოვრობ. დროშის ფრიალით არაფერი არ გამოვა. და მანდ ახლა რომ უმუშევრობა არის ახალგაზრდებშიც უკვე დააგროვდა ახალგაზრდებშიც უმუშევრობა. აღარ იცის ახალგაზრდა საწავიდეს. თუ მოეწყობა 200 ლარი, 300 ლარი. 300 ლარი ბიჭო, რანაირად, აი როგორ შევიცხოვრო მე ეგა. ჭამა ძვირია, ყველაფერი ძვირია, გადასახადები, გათბობას უნდა. რაღაცა აი ეგ ყველაფერი მოუწესრიგებელია საქართველოში და როცა ეს მოწესრიგდება და მოსახლეობის 70% 80 მაინც საშუალო მაცხოვრებელი ისე იცხოვრებს, რომ დააკმაყოფილებს პირად აუცილებელი მოთხოვნილებებს, მაშინ ვთქვათ, რომ დემოკრატიული არის ქვეყანა. ეხლა მანდ ხალხი არის გაწამებული მოიცათ ერთი რა. იტალიაში წლობით რომ მოხუცზე უწმინდავ და ისე ფულს შოულობ. არა თქვა რომ დემოკრატიული ქვეყანაა, შენი ქვეყანა რა. მაშინ რა გაგინა იტალიელი წმინდა, იტალიური მოგწონს კაცო. დემოკრატიული რო იყოს საქართველოს, მე რა ეშმაკი მინდა აქა. რა ეშმაკი მინდა აქა კაცო. ჩამოვალ და ჩემ ინტელექტს მანდ გამოვიყენებ. რა სკოლა იქნება, სასწავლებელი, ხელოვნების და რაღაცას გავაკეთებ. თუ ინტელექტი ვარ, ინტელექტუალური მუშაობა. თუ ფიზიკაა, ფიზიკაზე ვიმუშავებ. ხო, ლაფატკის ხელოსანი თუ ვარ და მანდ არც ხელოსნისთვის არის ადგილი და აღარავის და გაინაწილეს ეგა და დემოკრატია. არ გამაგონოთ დემოკრატია. ყვირის ერთი წრე რომელმაც მოიწყეს ცხოვრება და ახლა. კი ბატონო, ვიცი, შენი ცხოვრებისთვის დემოკრატია მანდა. ამას არ უარყოფ რომ მთავრობის წარმომადგენლებისთვის დემოკრატია საქართველოში. მაგის უარყოფ არ შეიძლება. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის დემოკრატია მანდა? არანაირი პირობები არც სოფლად არ არის და არც ქალაქად. გადაიხვეწა ხალხი მილიონი რო გარეთ გავა. დემოკრატიული ქვეყნებიდან მილიონი გარეთ არ გარბის სამუშაოდ. კანადის მოქალაქეები სამუშაოდ მილიონი და 10 მილიონი გარეთ არ გარბის. გადახვეწილი არის სამსახურში, ზოგი რუსეთში, ზოგი ამერიკა, იტალია, თურქეთი, ესპანეთი, გერმანია სამუშაოდ არიან. არ ამგონიან იქ გასტროლებზე იყოს ვინმე ისე თეატრალურზე? და არც ცეკვას და ფანდურის იმ პროპაგანდას არ ეწევენ ევროპაში. საწყლები არიან წაკუზულები და ოჯახები შეინახონ მან და მან კიდე იყვიროს მთავრობამ დემოკრატია და დემოკრატია. არ შეიძლება იცი თვალის დახუჭვა და არ შეიძლება ნაცრის შეყარა. თვითმიზანი ეხლა მართლა გამოხვიდე და შეაგინო კაც. აი მამიხსენეთ ეგ თვითმიზანია. ეგ ამათ ყოფილი უნდა იყოს. მანდ რომ მართლა ელემენტარული. არ ვიცახი რაც არ მეკუთვნის ის მომეცი. ელემენტარული კაცო თუ დაბმული ვარ რაღაცაზე. რაღაცა ისე მოაწესრიგე ეს საკითხი რომ რაღაცა შევინახოთ რა ელემენტარულად ამაზე არ ვიტანჯო რა და როგორ გავუთანასწორდები იმ ქვეყანებს რომელსაც მეტნაკლებად ეს მოწესრიგებული აქვს და ამათაც კი ეს ბოლომდე ეს პრობლემა ვერ გადაჭერეს და შენ გამუდმებით აგინებ რუსებს და ახლა გინებით ჩემო ბატონო ვერა იმას 101 მილიარდელი ყავს და ამათ რა ვიცი ვინ აყავთ რა ამათ ყავთ მილიონერები მხოლოდ მთავრობაში ღარიბი კაცი მანდ საშუალო ადამიანი თუ გამდიდდა მანდ აი საშუალო ბიზნესი თუ გამდიდდა რომელიმე სოფლელი, რომელიმე გლეხი, რომ აი ამ ცხოვრებაში მან იმდენი ფული გააკეთა, შეუწყო მთავრობის პოლიტიკამ, რომ აღორძინდა მისი აგრარული სექტორი და აგრარული ფერმით მეგი გახდა მილიონერი. ან ვინმე ქართველმა დაიწყო რიგით იმდა და გახდა კომპანია აქ და მაგარი ფული მილიარდელი გახდა. არის ვინმე ასეთი? საქართველოში თურმე გამდიდრებული თუ არის ვინმე ქართული წარმოებით და არავინ არ არის ასეთი. შემოვიდა ერთი ორი კაცი რუსეთიდან მილიარდელი და თანამშრომლობს მთავრობასთან. კარგით ერთი რა. და თავრობის წევრები იცოცხლე გამდიდრებოდა ახლა ფული ექნება ახლა სააკაშვილის ოჯახი რომ ღატაკი და გაღლეტილი არ არის კი შეგვაცოდა თავი რომ მინისტრები მანდ გაღლეტილები არიან მაგრამ რას ლაპარაკობთ კაცო რომელია მანდ გაღლეტილი არ მაჩვენუნა რა გაღლეტილი თავრობა არის ჩვენი თავრობა ნეტა მართლა ეგეთი იყოს ეგ იქნება სულიერი ხალხი და ხალხი იყოს ჩაცმული და თავრობა იყოს გაღლეტილი აი ეგ იქნება ღვთაებრივი თავრობა რიგითი ადამიანს 200 ლარი აქვს და იქ ვიღაც 8 საათის ის რაღაც სულელეში 1000 ლარი 2000 ლარი და პარლამენტის წევრს 2000 ლარი აქვს პენსიაში რო გაგავა 500 ლარი 500 ლარი აქვს პენსიაში კაცი 4 წელი რო იქიჯდა და ვირივით მუშაობს კაცი იმას 200 ლარს აძლევს და ტყავსაც აძრობ და გაუმარჯოს ასეთ დემოკრატიას ტყავის გაძრობის დემოკრატია არის საქართველოში მაგრამ არ არსებობს იმიტომ დემოკრატია ხო ძალაუფლებაა ხალხისა შევატარა ტყავის გაძრობის დემოკრატია ამანდა ხო აუთავებლად ყვირის სოფელში წავა და დემოკრატია ასფალტი დავაგე შუქი ავანთე შუქინკო ეკონომიკური პრობლემა გადამიჭერი და თუნდაც შუქი არ მომცე რა წავალ და შუქს სხვა იმიდან გამოვიყვან ფული მომეცი კაცო შენ ეგრეთია ჩემო საქმეები დაგამძიმეთ ვნახოთ ღმერთი გადმოიხედავს მოწყალების თვალით მაგ სივრცეში და მე მგონი შეიგნებს ქართველიერი რომ რაღაცა შეცდომაში შევედით სატანამ შეცდომაში შეიყვანა ქართველიერი და აიმიტომ ვართ ასეთ დღეში რაღაცა უნდა გაირკვეს ანიქით ანაკით ეხლა კი სტაგნაციაა ყველანაირი კრიზისია მთავრობაში ვერცად წინ ვერ მიდიან უფრო და უფრო კრიზისი გროვდება
ახლა ძალით დიდხანს შეინარჩუნო მთავრობა, დიქტატურა მეტი კი არაფერი არ არის. მაგას დაამხობენ თავიდან ბოლომდე. ახლა მაგას ბოლო 4-5 წელია ძალით არის მთავრობა ახლა. ძალით. არ უნდა ხარ გეუნებიან წადი, გიყვირე წადი, არ მიდიხარ და. როდემდე ბატონო, აცხოვრე ადამიანი და იყავი მთავრობაში თვითმიზანია გადაგდება. აცხოვრე რიგითი ხალხი რა ცოტა. პენსია მიეცი ერთ 300 ლარზე ნაკლები რა უნდა იყოს პენსია. ჩამოაჭერი იმ ჯარი რა ჯანდება თქვენ ამდენი ფული რომ მიდის ჯარში და იმაში რა თემინდა ეს ჯარი და ვის ეომები და ნეტა ვის დაამარცხებ. ვის დაამარცხებ ერთი იმდენი ფული ჩაიყარა იმ ლურჯ მუხლუხოიან რაღაც სისულელეში. მაგ ფული დაარიგე რა კაცო რა. ომობანას მეთამაშება აქ რა ვითომ ვინმეს მოუგებს ომს კაცო ერთი მოიცათ რა ფეხბურთი ვერ მოუგია ქართველებს ევროპელებთან სოფლებს ომობანას მოიგებენ სპორტში არა ვართ ძლიერები და ომში როგორ ვიქნებით ძლიერი ვის ატყუებენ გეუნები ხო იყო ვითომ უნამუსოები მთავრობა კომუნისტური ესეთი უნამუსი მთავრობა დღეს რო საქართველოსია მე მგონი არც კომუნისტები ყოფილან ესე ტოტალურად უნამუსონი იმიტომ რომ ისინი მალავდნენ მაინც ცხენოდა და ჩუმად იყვნენ და ესენი როგორ არიან იცით ფეხებზე კიდია სასახლეები ხო ყველამ დაიდგა გულოვებენ მაღალ დონეზე. მანქანები ხო და დაცვით რო ყველა დარიხინობს? მაგაშიდაც ხო ფული მიდის კაცო. ეს დაცვები და ისე დადიან და გაბღენწილები. არ არის კაი მდგომარეობა, მაგრამ ამის ახსნა მე ცოტა სხვა იმაში გადამაგ გული ვარ გაგისკდეს რომ რაღაცა დააშავა ქართველმა მეთქი თორე. ეს ვინ არის კაცო, ესენი ვინ არიან? რა სტრაბახობენ, რა წაიღეს ტვინი დემოკრატიაში ვართ, იმაში ვართ, ამაში ვართ. კაი ცხოვრება, რა კაი ცხოვრება, შენიც სიტყვა რა თქმა უნდა კაი ცხოვრება. ერთი კი ვიცი რომ კაცი აი ვერც გათბობას ვერ იმაშიობა იქ რამდენი ოჯახები ვიცით. გამიგე რომ ამბებს ხო ვკითხულობთ იქიდან აქიდან. რა ბიჭო 100 ლარი რო კაც დაუნიშნე. პატრონი არ აყავს არაფერი. ნახე ერთი როგორ არის ხო? აი შენ იცხოვრებ 100 ლარით? იცხოვრებს თვითონ 100 ლარით? დედამისიც სამსახურშია, ბიძამისიც, შვილებიც, სულ ყველა სამსახურებში არის და ბულებს ატრიალებენ და შენ 100 ლარი. რა კარგია რა. ეხ ჩემო კარგებო.